გამარჯობათ. გაუმარჯოს. როგორ ხართ? როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? როგორ ძანდებით? მივიწიოთ თორე შავია. რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? რა ხდება თქვენსკენ ახალი? და კარგი რა თქმა უნდა. ჩვენსკენ ისეთი არაფერი. ჩვენ გოგოს ხო აღარ მიწერეგიო? არა მე უნდა მივწერო. მე უნდა მივწერო ერთი როგორ არის. რა ხდება? ჩემო თბილებო და ტკბილებო. სარეცხი მაქვს ჩართული. იმას რამდენი ხანი ადუღეო ის ტომატი? ტომატი ვადუღე. აი კარგა უნდა იმას ხნის რამდენი ლიტრა გაქვს ახლა ზუსტად ხო არ ვიცი არა? კარგა ხანი უნდა საათი არ დამიმახსოვრებია ნამდვილად. რო გითხრა რომ საათი არ დამიმახსოვრებია, აი სადაც დგას ქვაბი, ხო? აი იმის ცოტა აი ამ ხელაზე მაინც უნდა დავიდეს დაბლა რა, დუღილით. რო ჩაყრი ქვაბ იმას ჩასხა ცოტა სავსეა. ხო. ცოტა სავსე ხო ივსება. ხო. ხო და უნდა დაიკლოს. ხო რა, ერთი ნახევარ საათი, ანუ 1 საათი ადუღე რა. ხო. მე გადმოვიღებ ჩასხა ბანკებში. 1 საათი ადუღე. საათი ნამდვილად არ დამიმახსოვრებია. ნამდვილად ვერ მოგატყობ, რომ საათი დამიმახსოვრე ხალხ. არ დამიმახსოვრებია. საათი ნამდვილად. მაგრამ კარგი გამოვიდა სხვათა შორის. რაღაც უნდა ვეთქვა დავავიწყდა. სხვათა შორის. ძალიან კარგი გამოვიდა. თქვენც გინდათ რომ გააკეთოთ? სხვათა შორის იცი ეგ რო ადუღო და მე გაციო და დააბლენდერო. უფრო ის გამოვა. ბლანტი გამოვა და უფრო კურკაცა მე ბლენდერი არ მაქვს. და იმიტომ ვაკეთებ ეგრე. ბლენდერი ახლა თორე ბლენდერი არ მაქვს, ნამდვილად ბლენდერი არ მაქვს, გადაგვეწვა და მის მე აღარც მიყიდია, რა ვიცი. გაფუჭდა, გადაიწვა ტექსტა და აღარ მიყიდია რა, აღარ გვიყიდია ხალხნო და ის არის, რა ქვია, არა მაქვს ბლენდერი თორე. აი მაგას რო მაგ ტომატს მაგალითად რო დააბლენდერო და რო გაცივდება და დააბლენდერო, ხო? ძალიან კარგია. კურკასაც იმას იზავს დააბლენდერებს და ერთიანი მასა იქნება. ერთიანი მასა იქნება და როგორც ტომატი რა, იმ ფერზე დადგება. იმას ეგ დადგება. ზუსტად ეგრე დადგება და იქნება ვიყიდო ეს ბლენდერი ვეღარ ვიყიდე ხალხნო. მინდა გულით მინდა და რავი ვეღარ მივახციეთ იქამდე. ხარა გამოხტება და ნამდვილად ვეღარ ყიდულობ. იმის არ იყოს კონდიციონერი. იყოს ყოველ წელს ეგრე ვიძახი, ვიყიდი და ხარა გამოხტება და ხანდა. ხო და ხანდახან ხო. ვერ ყიდულობ. და გრილის კიდე. ხო და ის არის რა ქვია. და ეგ კარგი არის ბლენდერი დრო დააბლენდერო, იცი როგორ რა შემთხვევაში უნდა დააბლენდერო, რომ მაგას რო ადუხებ. 1 საათი რო ადუხო, გადმოიღო, თქვათ. გადმოიღო თასებში, რომ გაცივდება, კარგა რო გაცივდება. მერე ის იმასქენი რა ქვია. დააბლენდერე. და მერე 1-20-15 წუთი კიდე წამოადუღე და ის ცხელი ჩაასხი. რო სტერილიზაცია აღარ დაგჭირდეს გაკეთება. და მაგალითად მე მოსახუფი ქილები რო არის, იმის სახურელი დუღარე დაასხი, და ცხელი იცხელი დუღარიმიანი პირდაპირ მოხუფე და მერე შებუთე. ტომატის ისინი რო იყიდება, რაც რეზბიენს რო ეძახია იქ. ხო. თუ გინდა მოხუფე, რა ვიცი, ის როგორ უნდა. თუ გინდა მოხუფე. მოსახუფე ისინი რო. ხო, სახუფი რო არის. კრიშკებს რო ეძახია. ხო, ის როგორ უნდა, რა ვიცი, ახლა თქვენი ნება როგორი ქილები გაქვთ, რანაირი ფორმის არის. თუ გინდა პომიდორიც რამდენი გაქვთ? ის გააჩნია. ხო. 1-ნახევარ საათიც, სხვათა შორის ნახევარ საათიც ეყოფა რა. საკმარისი იქნება. კარგად რო ურიო რა. მაგრამ გირჩევ რომ 1 საათი უფრო ადუღო და უფრო კარგი იქნება. პროცესის განეიტრალდება, მე მარილი გაუკეთე მეტი და მე სხვა მეტი არაფერი არ გამიკეთებინა. ზოგი უკეთებს, მაგალითად 1 წელი გავაკეთე ბულგარულით ეგა.
ტომატი ბულგარული გავუკეთე და უფრო სკელი გამოვიდა. სკელი გამოვიდა, ხო? უფრო მას აქაც მოვწერეს იმ დღეს, რომ მე ბულგარულს უკეთებ რა, უფრო სკელი გამოდის. ინდი რა გთხოვთ, ცივი წყალი წამომიღე, დიდი ბოდიში დედი, მაგრამ მომიტანე რა. ვაიმე ეს ფეხი რატომ ტკივარა, ჯანდაბა. დალი ის წამალი. წყალი მინდოდა წამოყოლება და დამოვიწყე მწყუროდა და გამოვიშხუილა და გამოვიდა. არა ისე წამოიღე რა თქინა ჯიკა. და მაგალითად იმას რა ქვია, მაგ პომიდორს წითელ ბულგარულსაც უკეთებენ. ხა რამდენი ძგინა იმდენი გაუკეთე, ხა ნამდვილად ბევრი არ უნდა რომ ბულგარულის გემოზე წავიდეს. იმიტომ რომ ის პომიდორია და პამიდორის გემოზე უნდა იყოს, პამიდორი ტომატის გემოზე, მაგრამ ბულგარულს თუ გაუკეთებ, აი 1 კილო ეყოფა. რამდენი კილო გაქვს, თქვათ 3 კილო გაქვს პამიდორი, 4 კილო გაქვს თუ 5 კილო გაქვს, ცოტა გაუკეთებ, ბევრი არ უნდა რომ გემოზე არ წაიყვანოს იმ ბულგარულმა და მე გაუკეთე შარშა მქონდა ეგ ეგისა. ეგ ბულგარულია თუ რა ქვია, პომიდორი. 5 კილო პომიდორი მქონდა, ხალხნო პომიდორი და ისა რა ქვია 2 კილო ბულგარული მქონდა. ისეთი სკელი მასა გამოვიდა, ახლა თუ ბლენდერი გაქვს და თლა უკეთესი დააბლენდერებ და დაბლენდერებულს გააკეთებ ეგრე და მე ერთს ამოადუღებ, ერთს კარგად აადუღებ და მე ცხეც ჩაასხავდი. სხვა მეტი რა ვიცი. მაგრამ ბევრი ბულგარული არ უნდა, ბულგარულიც კარგია სხვათა შორის. უხდება. რა დოქტორი, შენ გლახა დაადგიებე. გლახა დავაბიჯეთ ყო. დიდი მადლობა შულო. ისე წყურო და წყალი რომ მადლობაც ვეღარ მოგიხატე. დიდი მადლობა. წყლის ძალა მოგცეს დიდი მადლობა და წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა. ხო? დღეს. ხო, ეგუნავე თქვა. არ ვიცი, ვინ იყო. კი გაითამაშასავით, გამოუვიდა, მაგრამ ეგრე არ შეიძლება. ხუმრობა ვითომ იხუმრასავით, მაგრამ იცი რა არის, თეთრი მანქანა იყო. მოვდიოდით 10 ერთში ვიყავით გადასული. თან ბანკი გადავიხადე. და ის არის. აუ ღმერთო, რა იმდენი ფული შედის ბანკში რო რა ვიცი. ხო და ის არის რა ქვია, მოვდივართ გზაში, ნაპირზე ვდგავართ რა და მანქანა მოდის და ესე ჩვენ სადაც ვდგავართ. იქ გადმოიწიათ ეს. ასე ქნა, იცი? ასე ჩვენსკენ წამო. ასე გააკეთა. ესე გააკეთა ჩვენსკენ. არა და შემთხვევით არ იყო იქ. სპეციალურად გააკეთა. იხუმრა რა თქმა უნდა, იხუმრა, მაგრამ ეგეთ ხუმრობა ნამდვილად მე მაგალითად ეგეთ ხუმრობას არ ვემხრობ მანქანით ხუმრობას, იმიტომ რომ რო ვერ მოასწრო უცბად. ახლოს იყო თან ჩვენთან. უცბად რო თქვათ ვერ მოასწრო საჭის მიხო ისა რა ქვია. მიტრიალება, ხო? ხო გადაუარეზეთ. ხო უნდა გადაუარო. შეიძლება დედა საჭია. წყობილებიდან გამოდის გაიჭედოს. იმ დღეს აი ნინიკვირიკას გაეჭედა ისა. ვერც წაიყვანა, მაგრამ ვეღარც ისე დაცა. გაიჭედა. რო ეგ ხუმრობაა კაცო? არა, ნამდვილად არა. იქნება და კლავ ვიღაცას. მე ნამდვილად ისეთი შემეშინა, ისეთი ამიკანკალდა გული, რომ მე მეგონა ვსიო გაგვიტანა მეთქი, აი რაღაცა ის და ვეღარ ცხმა ამოვიღე რა. მე ისეთი, მე კიდე კარგად გემერიალად დავიღრიალე. დაიყვირა. რასაკეთებ? რასაკეთებ? რა უბედურებაა თქო. რასაკეთებ ეს რანაირი ხუმრობაა თქო და იმას აქნა რა ქვია. გაიარა და წავიდა. მე სერიოზულად შემეშინდა. აი სერიოზულად უკვე ფერი დავკარგე. რა? მე იცი როგორი ცუდი შეგრძნება? კაცო არ შეიძლება ღმერთო. არ შეიძლება მანქანასთან ეგრე. კი ვიცი, იხუმრა, გამიგია ხუმრობა, მაგრამ ხუმრობა გამიგია, ტაჩკა ხო არ არის უყე, მანქანაა რა. ჰა? მანქანაა ხო? კი, ახლა მეცინება და მაგრამ მაშინ უკვე წყობილებიდან გამოვედი რა. ეგ არის თავხედობა, ხუმრობაა რა. ჩემ ერჩვილს რო გაეჩერებია ხო, გიორგის კი არაფერს ვატკბებდი. ერთს კარგად გაულაწუნებდი და დავანებდი. ყლაშუნს გავადენი რა. მიდი კატო მე ბენელდები ეგრე რო გადმოდი. მეც არაფერს გავაკეთებდი. ყლაშანი უნდა და ის იქნებოდა, ახი იქნებოდა იმასე.
ერთ კარგად გავხმები გემრიელდა. სახეში რა ვინ იყო ვერც დავინახე მე არ ვიცი მე მგონი ბავშვიც იყო. ახალგაზრდა იყო მგონი ვიღაცა არ ვიცი ვინ იყო მე არ ვიცი ვერც გავიგე ვინ იყო რა. მე კი დავიღრიალე რა საკეთებ რა უბედურებაა თქო და რა საკეთებ თქო და შემეშინა მე ხმა ვერ ამოვიდა გადაგვიარა ლამის ზედ გადაგვიარა გავჩეგა ხარ ვაი ხმერც მოდლობა რო მე მეგონა რა საერთოდ ანტო ასე ვერ მოვედი ხალხო მე მეგონა რა დაემართა ამაყალა თქო ისიც ვერ დავინახე ძღოლიც ვერ დავინახე მე მეგონა თავისით მოდი და რა მოვიდა მანქანას უცბად თქო რა ჩვენს კენაზე წამოვიდა თქო ძღოლიც ვერ დავინახე აი დავინახე რომ ომარა მანქანა კი დავინახე თეთრი იყო და ჯიპი რა იყო, ხო? ჯიპი ვით იყო რაღაცა რა მარკა გონდა BMW იყო Mercedes იყო თუ ის არა ქვია ჟიგული იყო ვერ გავიგე მარკაც ვერ დავინახე რა მარკა ქონდა ნომერი შეიძლება ვიღაცამ დაწეროს ნომერი უნდა დაიმახსოვრო მაგრამ რა ნომერი დავიმახსოვრე ისიც ვერ დავინახე დაიცა ცინება ხარ ნომერი თუ გული არ გამიშნდებოდა აღარ მეგონა მე მეგონა ჯახებში გადავარდებით უკვე თქო გადაგვაგდე ვინ იყო მერტო ის დაროწული მერტო კარგა იყავ შვილო და ვინ იყო არიქა ეგრე მეორედ აღარ გააკეთოს თუ სადმე მიყურებს შეიძლება YouTube-ში ნახოს ვიდეო ეგრე აღარ გააკეთო გეღვეცები ეგრე აღარ ქნა ვაიმე გეფიცები აი იმ მომენტში ახლა მეცინება და გავიდა ის გაბრაზდება და აი იმ მომენტში რომ გაჭირებულიყო ის ვიღაცა იმნა ის გაულაწუნებდი ვაიმე ისეთი გაბრაზებული ვიყავი ხალხო ისეთი გაბრაზებული ვიყავი სუ იდიოტი და თავხედი ვიძახე ახლა გევიცი გამიარე აბა სასაცილო არ არის დედა ესა ახლა კი ვიცით მაგრამ სასაცილო არ არის რაც გააკეთა თუ გული წავიდა ნასკები წამეცვა თუ არა კი შუსტებში ჩავიდა გული ფეხსაც ველებში ვაიმე დედა რა იყო ხალხო სასაცილო ნამდვილად ეს არ არის გეფიცები იმ მომენტში ისე გამოვედი წყობილები და ახლა მეცინება უბრალოდ მეცინება რო გადმოსულიყო გიორგის კი არაფერს არ თქმევინებდი რო გავქანე შენი დეთი მანქანას და თან შენ მოასწრებდი გარტყმას კაცები ეს კაცკა გამიხეთქო ვაიმე დედა ვაიმე სასაცილო ნამდვილად არ არის ეს ყველაფერი გიორგი მომხერა დაიყვირა რა ვაიმე ეს რანაირი ხუმრობაა გამაგებინეთ ხალხო ასეთი ხუმრობა გაგიგიათ პრანკი გამიგია რომ მოუწყო ვიღაცა იმას რა ქვია ადამიანს მოუწყო პრანკი გამიგია მაგრამ ტაჭკა ხო არ არის ეს ოხერი არა მანქანა რა საშვები მკლავ კაცო შენი ხუმრობის გულისთვის მისტუმრებ ნაადრევად იქით რა გინდა რა დაგიშავეთ კაცოვა ვა და გინებია და მამა ხო რეირანა იხუმრობაა კაცო თუ მიყურებს აღარ იხუმრო ეგრე აღარ იხუმრო თორე შეიძლება ჩემზე უარესი ვიღაცა წაიღოს და გადმოგიღოს მანქანიდან ნუ გაილახო თავს გეყოცე ვაიმე დედა ვერთო ვაიმე როგორ გაბრაზდი ვერ წარმოიდგეთ ისიც ვერ მოვაწარე ვინ იყო შიგნით ვინ იჯდა მგონი ახალგაზრდა იყო ვიღაც ამბათ რა ვიცი მე კიდე ბებერია ვიღაცა თქო იმას ვიძახე ვერც მოვაწარე ვინ იჯდა შიგნით ვერც მარკა დავინახე რა მარკის მანქანა იყო ვერც ნომერი დავინახე ის კი გავიგე რომ თეთრი იყო და ჯიპი ის კი დავინახე რომ ჯიპი ვით იყო რაღაცა ისიც არ ვიცი ჯიპი იყო თუ რა იყო აი მე ხალხო როგორი უყურებდი იცი რო ჩაიარა ასეთი ესე ვიდექით
მე ხან ერთმანეთს ჩავხედეთ ხან იქით გავიხედეთ ესე ვიქნებდი ხელები რეიფს აკეთებს ეს გაგიჟდა თუ რა მოუვიდათ ხო ოღო დის ვერ დავინახე შიგნით თუ ვინმე იჯდა მე მეგონა მაგალითად წარიელი მოდიოდა მე რა ვიცი გემეცინება ხალხო და წეღანა რო დაგინახეთ ხო გადაშლილი ვიყავი სულ ვაიმე ისეთი გაბრაზებული ვიყავი რომ რა ვიცი ქოთქოთებდი დედამთილივით ისეთი გავბრაზდი წეღანო რა ვიცი ალბათ რო გადამოსულიყო ხო იმანქანაში შეგავდი პირდაპირ გადაულიდ ისეთ იქნება და მეჯახები და მიულიზეთ ხო ეს რა იხუმრობა არა არის რა იხუმრობა მართლა ხალხო აი მე ღმერთოდა ლოცვი მე მაგას ხუმრობას ვერ დავარქმევ მანქანით ხუმრობა მე ერთად გამიგია სათამაშო მანქანა ხო არ არის ტრეილერი ხო არ არის სათამაშო რა ის ხო არ არის რა ქვია სათამაშო მანქანა ბავშვები რო ჯდებიან ხოლმე ეგ ხო არ არის არა სათამაშო მანქანა ხო არ არის მართლა ნესე გააკეთა ხალხო მეთქი რა მოუვიდა ან ბავშვი შეიძლება ბავშვი იჯდა ის შიგნით და ვითომ ვიყუმრე რაღაცაო ერანა იხუმრობა ეს ხუმრობა არის მე არ ვიცი ვინ იჯდა მაგრამ რა ვერ დავინახე და რა ვიცი ვაიმე რო შემხვდეს ხო და გააკეთოს კიდე ეგეთი რაღაცა შეიძლება გეფიცები თუ არ გადმოვიღო იმ მანქანიდან გაჩერებასაც არ დაველოდები რას ისა გავყვები სადაც მიდის იქ გავყვები და იქ გადმოვიღე გეფიცები თუ არ გადმო გავყვები სადაც მიდის მართლა რა გავყვები და მანქანას ხო დავინახა სადღაც სადღაც ხო გააჩერებს შეც კიდე სადღაც დავინახა არ მანქანა დაუტრე თუ შიგნით არ იქნება კიდე დავაჭრე ვაიმე გეფიცები რაღაცა ძიმე რომ ჭერო და ძიმე საგარი თუ მანქანით არ ჩამეთხა არ ჩამენგრია კინღამპურები ესწრები დავჭი გეფიცები ძიმე რაღაცა საგანი რომ ქონა გეფიცები თუ არ ჩამეთხა მანქანას არ ჩაგიყვეთ მოვასწრებდი როგორაა უკანა შუშას მაინც დაუმტვრევდი წინას თუ რა ან გვერდით შუშას ჩავკრავდი ასე მიდამი რომ გამია ასე ჩავკრავდი მიდამი ახლა ხუმრობთ ჩვენ უბრალოდ ხალხო ახლა კი ხუმრობთ მაგრამ აი მართლა სახუმარო საქმე ის არ არის ყურია მეკავა შენ ბრალია ვიღაცა ხარ მომეწყარია რიკა მართლა უყონდეს სახუმარო არა შიში დული გამისკდა წეხანა არა გეფიცებში მანქანას კი არა გიორგი ინა შემოულაწუნებში ლოდავანა დავავიწყებდი იმას აქვე მანქანის ფორმას და ზომას და გვარს კიდე სახელს და გვარს დავტოვებდი მარტო სახელიც აღარ იქნებოდა ახლა ჩვენ ხუმრობთ მაიმუნ თუ მართლა მართლა ძალიან მაგრა გავბრაზდი წეღან აი გეფიცები გიორგის უკვე წყობილები მეთქი ვიდეო რატომ მქონდა ჩართული აი წყობილებიდან გამოვედი წეღან გეფიცები ისეთი მოვედი გაფიქრებული სახში გამაგიჟა ამ ხალხმა სულ გამაგიჟა გეფიცები გამაგიჟა მე ცოტა ღანში გამაგიჟებენ ესენი სან თუ აქედან დროზე არ გავიგეცი გამაგიჟებენ გეფიცები იმან დასაწვედი გავხდები გეფიცები გამაგიჟებენ ეს ხალხი მე მას სად უნდა გავიქცე იქ უარესები ხდება გამაგიჟებენ სად უნდა წავიდე მაშინ იმაზე უნდა წავიდე მარსზე იქაც ხო ვიცი ვიღაცა უნორმალურად დავხდება იარ არის გიორგი მართლა ეგ არის თავხედობა ეგ არის თავხედობა აბა რა ნორმალური იყოს მაგას ხო გააკეთებდა დედა უშტამცხა ეგ არის ძალიან თავხედობა ეგეთ ხუმრობებს მე არ ვემხრობი ნამდვილად დაგცხა აი მიწახან მაგრა დამცხა ვაიმე
წეგან იყო მართლა რაღაცა შოკი რა, პირდაპირ შოკი. რომ მოდის მანქანა შენსკენ მოდის და ვერც ვერაფერს ვერ აკეთებ. ვერც მოასწრებ გადახტომას. მას ჯაგებში უნდა გადახტე. ჯაგებში ვიყავ, ჯაგებთან ვიყავ და გადახტე. ხო, ჯაგებთან ვიყავით. აბა ეგ რა საქციელი იყო, ეგ ხუმრობა არ კაცო. შეიძლება გამარჯობა მითხრა, მაგრამ ეგრე? გამარჯობა შეიძლება მითხრა, მაგრამ ეგ რა გამარჯობა? გამარჯობის მაგივად მკლავ. ან გადმოდი მანქანიდან მომიკითხე როგორ ავარ მკლავ კაცო. შენ და მანკლა კაცო, შენ და მანკლა. ნამიტრაო დაწყა ხალხნო. მადალიეცი წყალი. ჩაგიგრილდება გულგვამი. ახლა ხუმრობ, მაგრამ წეგან მართლა ნამდვილად გავბრაზდი. გადაგვიარე გაბრაზები. ხო, ეს რა ხუმრობა არის რა, არის მართლა უღოთ ხუმრობის გარეშე, მართლა ხუმრობა არ არის ეს. არა, დედა. მანქანით ხუმრობა მე ერთად გამიგია, სათამაშო მანქანა ხო არ არის არა. ადამიანს კლავ. თან ორს ერთს კი. ორს კლავ და პირდაპირ. გვივლი და ზედ გვივლი და. აი აქ ხო ვიდექით ხარ. აი აქ ვიდექით, აი თქვათ აქ. აი გინდა აქ. და მოდის ასე მანქანა. ასე წამოვიდა. ჩვენსკენ და პირდაპირ აი უკვე აი თქვათ აქ ვდგავარ, აქ ნაპირზე ვდგავარ. აი აქ ვდგავარ ნაპირზე. გზა აქ მოდის ტრასა ხო? აქ ხო მოდის. ხო ესე უნდა გაიაროს მანქანა რომ ტრასაზე წავიდეს. აი ეს ეკნა. აი ეს ხო მოდის და აი ესე გააკეთა. მე დავეჯახე. აი ესე გააკეთა და უცბად აუხვია მე. ცოტა ხად აი ამ ხელა მანძილი იყო. ხო ამ ხელათი იყო დაშორება. დაშორება ჩემთან. აი ამ ხელა მანძილით, აი მეტი კი არა და უსვათ აატრიალა და წავიდა. შენ ხო გადაგივლი და მეც მიმაყოლებდა ზედ. მეც ზედ მაყოლებდა. ცოტა ხადა. მადლობა ღმერთს რომ მოასწრო მაგან ხო, მაგრამ რო ვერ მოასწროს, უცბად რო ვერ მოასწროს და ევლო მერე რო გადაუაროს ვიღაცას სადამიდის ვერ გავიგე. ხო საციხოთ თავს იხდის არა. საციხოთ ხო იხდის თავს. ძალით იწევენ ყველაფერს კაცო, ძალით გებსები ძალით თუ არ იყოს ის ხალხი. შარს რატო იქმნი? ჯერ სხვას რატო უქმნიდი შარს და მე შენს აკვდარ. შეიძლება არც მოვეკლეთ ჯანდამას გიორგი, ხო დაგვაზარალებდა. დაგვაზარალებდა ხო? ხო, აი რაღაცა ხო მოგვივიდოდა. ანუ ცოტა რომ აუხვია ხო ისას რომ გამარტყა ისა ხო უნდა ან მომტეხო წამაქციო დამარტყევინო თავი დამარტო რაღაცა ხო? არა. ნამდვილად ახლა სიტყვაზე გვიყურებთ თუ რა შვებით არ ვიცი ნამდვილად. ეს რა უბედურება არის რა. გეტყვით? კი, სიამოვნებს რო გვიყურებთ. პატივს გცემთ ყველაფერი, მაგრამ ეგეთი რაღაც. ეგ ნამდვილად ხუმრობა უკვე აღარ არის. ვინ ხარ თუ რა ხარ? ვინ ბრძანდებით და როგორ ბრძანდებით, ეგ ჩვენ არ ვიცით. ვერც დაგინახეთ ვინ იყავით, მაგრამ შიშისგან. მაგრამ ეგეთი რაღაცა მეორეთ არ გაბედო. თორე მე უკვე სიტყვაზე ავიღოთ, აი მე ცუდად დაგიმთავრდება. მე უკვე ცუდად დამთავრდება, სხვანაირად წავლაბარაკი. ხუმრობთ, წევან გხუნდეთ და რაღაცა ხუმრობაში გავატარეთ, მაგრამ ყოველთვის არ გაგიმართლებს ეგეთი რაღაცა. როგორ შეიძლება? მე არ გავაკეთე არაფერი, არც პატრულში დავრეკე არაფერი, მაგრამ ზოგი შეიძლება პატრულშიც არ დარეკოს, იმ მანქანიდან გადმოიღოს და ცემოს კიდეც. ან სადმე დავხდეს. კი, მეორეთ არა, ნამდვილად. განა ზოგი ნომერს ვერ დაიმახსოვრებს. არ შეიძლება ნამდვილად. აი მე შიშისგან უკვე ჩემ თავზე კი აღარ შემეშინა უკვე. აი შემეშინა გიორგის რა არის ეგ როგორ შეიძლება? ეგ რა უბედურება არის რა. ეს სათამაშო ხო არ არის არა. სათამაშო ხო არ არის, არ შეიძლება მეორეთ ეგეთი რაღაცა არ გაბედო და არ წკნა. ცუდად არ მოგიხსენიებ, ცუდად არ ვიძახით, მაგრამ ნამდვილად არ ქნა. არ შეიძლება ესეთი რაღაცა, როგორ შეიძლება ადამიანს ეგრე რატო შეიძლება შიშისგან რა დამემართოს, იცი? შეიძლება არ დამეჭამო ხო თქვა სიტყვაზე, მაგრამ შიშისგან რა დაგვემართოს, იცი? არ შეიძლება მეორეთ ეგრე. შიშისგან დაგემართოს და ერთი ეგ არის და ერთი შეიძლება ვერც მოასწრო და შენ თავსაც აი მანქანა გიორგი კინა შეიძლება უცბად წყობილებიდან გამოვიდეს ის რაღაცა და ღუპა ასე იყო აი სული ასე იყო მანქანა და არაფერს იყო და რო ვეღარ მოასწრო
გადახვევა ხო შენ თავსაც შარში ხო და სხვასაც კი სხვას ღუპავ რა სხვას ღუპავ და შენ თავს კიდე შარში იმას აშვები იგდებ ხო და ნამდვილად არ შეიძლება არ შეიძლება მოგიწოდებთ ნამდვილად არ შეიძლება კი გვესმის შეიძლება გვიყურებს და გახუმრება უნდა ხუმრობა უნდა და უბრალოდ შეიძლება გამომწერიც არის მაგრამ მე ხუმრობა არ არის ნამდვილად მე ცუდს არ ვიძახით და არ გლანძღავთ და ზედმეტი არაფერი გვიყვება მაგრამ არ შეიძლება ნამდვილად ეგეთი რაღაცა მეორედ არ ქნათ არ შეიძლება პატარა ხარ და ვერც მიხვდი რა გააკეთე ხო ნამდვილად არ შეიძლება მეორედ არ ქნა ეგეთი რაღაცა შეიძლება ჩვენ გაპატიოთ ყველანაირად მაგრამ არავინ არ გაპატიებს ეგეთ უმსგავს შეიძლება მე გაპატიო არაფერი გითხრა მაგრამ სხვა შეიძლება სხვა ვერ გაპატიოს და უარესი შეხვდეს ვიღაცა და შეიძლება გცემოს კიდეც ახლა ცემით და რაღაცა რა სულელი გიორგი მაგრამ იმ მომენტში შეიძლება მე არ გავაკეთო მაგრამ სხვა გააკეთეთ გიორგი აი იმ მომენტში გიფიცები რა რო გაჩერებულიყო ხო ისე გავლანძღავდი წყალი ვერ გარიცხავდა აი ისე გავხდიდი საქმეს მაგრამ ახლა გამოვიდა მდგომარეობიდან და ზედმეტი არ შეიძლება ეგეთი რაღაცა მეორედ არ გაბედოთ და არ ქნათ ეგეთი რაღაცა რა არის მივდივარ და რას აკეთებ მოვდივარ მე აზრზე არ ვიყავი ნაპირში ვიდექი ხო შუა ტრასაზე ხო არ ვიყავი არა მაღაზიაში დავდივარ ყოველ დღე ნაპირზე ვდგავარ მაგრამ მანქანები კი დადიან მაგრამ ზედ არავინ მოდის ხო და შეიძლება ეგ არის ხუმრობა ხუმრობა შეიძლება უნდოდა მაგრამ ეგ ხუმრობა არ არის ხუმრობა არის შეიძლება გაიხუმრო რაღაცა და რაღაცა მაგრამ მანქანით ხუმრობა მე არსად გამიგია რავი ხალხო თუ დამემოწმებით მე არ სათამაშო ხო არ არის ის მანქანა რა ხო ტაჩკით რო დაგეჯახება ის არ მწარე და იმ ხელა მანქანით რა გააკეთა ტაჩკა არა კლავს უბრალოდ შეიძლება იმას აკნას გაკაცროს მაგრამ ის მოუკლავს მანქანა მეორედ არ ქნათ ეგეთი რაღაც ახლა დავანებოთ მაგას თავი ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი და გასაკეთებელი და მეორედ ეგეთი რაღაცა აღარ არის როგორც თუ ბავშვი ხარ და თუ ჩემი შვილის ტოლი ხარ და თუ ვინმე ხარ ხო აი მოგიწოდებ ნამდვილად რომ მე პატარა ქალი არა ვარ და სასაცილო და სათამაშო ადამიანი არა ვარ და მოგიწოდებ რომ მეორედ ეგეთი რაღაცა არ გაბედო და არც ქნა ნამდვილად მარტო მე კი არავის არ არის სასიამოვნო ესეთი რაღაცა და იმიტომ რომ შეიძლება დაეჯახო და შარში გაიყვე შენც და სხვაც კი ნამდვილად და არ შეიძლება უბრალოდ არ შეიძლება ესეთი რაღაცა შეურაცხყოფას არ გაყენებ და უბრალოდ მეორედ არ ქნა ეგეთი რაღაცა არავისთან არ ქნა ეგ არ არის თამაში მანქანაზე ზიხარ იქ ხო არ იყო ტაჩკაზე ხო არ იჯექი არა ტაჩკა ხო არ მოყავდა ამ ხელა მანქანა მოყავდა წყობილებიდან რომ გამოვიდეს მანქანა არიცი მანქანა როდის სულ წყობაში იყოს მანქანა შენ არიცი მანქანა როდის გამოვა წყობილებიდან როდის რა დაემართება მანქანას კაცმა არიცი ხო არავინ არაფერი აჰა ყველიკის როგორი წყობაში ყავს მანქანა მაგრამ გაუჭედა იმ დღეს იმან აკვია საჭემ ხო შეიძლება საჭემ გაჭედოს უცბად და ვერ დაიმორჩილო ხო და შეიძლება შენ ციღუპავ თავს და სხვა ხო დანაშაულო ადამიანს ვუყავ შენ თუ დანაშაულოდ დაიღუპები და სხვაც არ შეიძლება უნებლიეთ რაღაცა შეიძლება მოხდეს შეიძლება ხუმრობა მესმის არ გინდო და შეიძლება არ გინდოდეს მაგრამ უნებლიეთ მოხდეს რაღაცა კი ნამდვილად და არ შეიძლება ეგეთი რაღაცა ნამდვილად არ მოგიწოდებთ რომ კარგად იყავი ნორმალურად გევლოს მწვანეზე ბედნიერად დაგლოცავთ ყველანაირად მაგრამ ეგეთი რაღაცა არ ქნა ნამდვილად იმ მომენტში ისე ვიყავი გაბრაზებული ჩემ ერთ შვილს ვიცავარ რომ უკვე აი წყობილებიდან გამოვედი ახლა შეიძლება შენც გაბრაზდე ჩვენზე მაგრამ ჩვენ უფრო გასაბრაზებელი გვაქვს ნამდვილად და ისე ვიყავი წყობილებიდან გამოსული აი იმ წუთში რო იქვე ყოფილი გადამოსულიყავი ხო აი იმ წუთში რას გეტყოდი მეც არ ვიცი ხო და არ შეიძლება ეგეთი რაღაცა შვილი ხარ თუ ვინ ხარ ნამდვილად არ შეიძლება გინდა პატარა ხარ თუ დიდი ხარ ამ შვილებად დიდი თუ ხარ უფრო მოგეთხოვება მე თუ მეტეს ხო და არ შეიძლება ცუდად არ გექცევით ცუდად არავისთვის მიგვიმართია არცად მიმართვას არ ვაპირებ ამ ჯერზე
და კიდე თუ გააკეთებ უკვე ცუდად დამთავრდება ახლა ჩვენ მიხუმრეთ წეგანი და მას სახუმარო არ არის ეგ უკვე სახუმარო ის არ არის რა ქვია საღადაო არ არის მანქანით ის არა ქვია ესე ხადაობაში და ხუმრობაში შეიძლება ვიღაცა მოკლა ხო და დაიღუპო თავი ისიც დაღუპო და შენც ხო უნებლიეთ ვიღაცა შეიძლება მოკლა ხო და ჯობია რომ არ გააკეთო წყნარათია რომ არავინ არ გიშის მანქანაზე მოძრაობას მანქანაზე დაჯდომას ვერ დაუშვი მაგრამ ეგრე არ უნდა გააკეთოს ახლა მე რა უფლება მაქვს იმას მანქანაზე დაჯდომა დაუშალო მაგრამ ეგრე არ უნდა გააკეთოს ხო უბრალოდ არ მანქანაზე შეშინებული ვარ რომ მოვედი სახში 5 ჯიგა წყალი დავლია შიშისაგან კი ნახო გული გამისკა სულ მაგძაგძაგებდა მაგრამ არ შეიძლება ხო შეგვისურვიდი იმაში რა ქვია ჯაგებში გადაგვივლიდა ჯაგებში არ შეგვისურვიდა ზედ გადაგვივლიდა გადაგჯეგავდა კატოგივით ასე იმაზე რა ქვია ტრასას დააგებდა ჩვენი და გავაფრთხილებდა ლავაში ეხლა ხუმრობ, მაგრამ ეგ სახუმარო საქმე არ არის. ხალხობით დამეთანხმებით დაწერეთ კომენტარებში. ეგ სახუმარო არ არის ნამდვილად. და სასაცილო. ჩვენ მაიმუნობთ ეხლა, მაგრამ ხო, ნამდვილად ეხლა ხუმრობ, მაგრამ ნამდვილად სასაცილო არ არის. წეგან ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ რა ვიცი. კოთკოთებდი იმისავით რა ქვია. დედამთილივით. კოთკოთი გავიდიოდა. მაშინ რო კიდე ვიღაცა მიმხელა მანქანით რო კინავან გადამიარა. ის თრალი იყო. ის თრალი იყო. ის მან თრალი იყო, მან ის არის რა ქვია. იმან ვერ გაიგნო გოსად მიდიოდა. დიდი იყო თუ ის მანქანა თუ პატარა იყო ვერ გაიგო და ისიც არ იცოდა, ხო. ხდება ხოლმე კაცი. ფხიზელი როგორ მოხდა რომ ისე სწრაფად აღარ ატარებს მე რა ვიცი. ფხიზელი არის და რას დაატარებს. მე კიდე თრალი რასაჭდებოდა იმ ხელა მანქანაზე. რათი ავიდა იმ მე რა ვიცი თრალი რანაირად ავიდა ან როგორ ჩამოვიდა. ეგ მიკურს სახში როგორ მივიდა ცოცხალი. რუსად მე არ შეასყდა. მართლა უდის. თან ეს ძალიან სწრაფადაც არ მოდიოდა, მაგრამ ეს ახლა ჩვენ იმას ვიქნა. არ მოდიოდა, მაგრამ სწრაფადაც არ მოდიოდა ძალიან, მაგრამ მაინც უბრალოდ შეიძლება არც მოკლეს და დაგაზიანებს უბრალოდ, მაგრამ მაინც რაც გინდა იყოს მანქანა გეჯახება ის გუ არა რა ქვია. გუბკა. რაღაცა. იქნება ფეხი მომამტრიო ხელი. დედამტო უფეხო. ეხლა მომტრევის არის ფოტოგონებით. ხო. შენც კარგად იყავი და ჩვენც კარგად ვიყავ. ბებერი თვლები უცბად მომწყდება მე. ბებერი ვარ უკვე, ახალგაზრდა კი აღარა ვარ. ახალგაზრდა აღარა ვარ. დავბერდი უკვე, დავბერდი. კარგად იარეთ ხალხო, გიჩვენიათ, უფრო უკეთესია. კარგად რო უკეთესი. კაია, კარგად. იმ დღეს კიდე ვიღაცამ ჩაიქროლა, მე ჩამიქროლა და კიდევ იმას შეასკდა რა ქვია, ნაძვიმზე. ურნას. ჩამიქროლა ხალხო იმ დღეს და ესე გააკეთა. დავიხედე ესე გააკეთა, კიდევ ურნა შეასკდა. ნაძვიმზე. მოდის სწრაფად მოდიოდა ძალიან. მოსრიალდა, ხო?
ნაციმზე რაღაც დადიან სწრაფად, თუ იარენ ელაღო შეიძლება. კიდე აი მოტოციკლზე რომ აბუ. დღეს არ ყოფილა როგორ მოხდა. არი ხარ დაიწყოს. ენამ არ მიყივლოს. ხე სად არის? ენამ არ მიყივლოს. ჰა? ხე ხამოში დაგაკო. სადი თქვენ მიწდებია შორს ამაკ. აგერ მოდი. აჰა. ისე რა არის გასწო ეს უვალური რა. ერთი ხელი აქ აქ მეორე. მეორე ბოლოში აქვს სადღაც. მე რა ვიცი. მე ზოგი მარტო ესე კი არა ის უვალური. აი ესეთი წადი. დიდი. აქეთაც მოდის ზოგი. ესე ხოდბას. ზოგი შეიძლება იქამდე მივიდეს და ისეთ წავიდეს. დიდი. ეგ დიდებია ძალიან. ეგ ეხება კარგი 5000. ეს რა ყიდა? ეს 1800. ისა? რა? მეორე. იგივე. არა, ის 1500. 1500? ის? თუ 1700. 700 გონი. რა ზუსტად რა? მე 700 რაღა, 1700. რაღა ერთით ნაკლები. 1 ლარი. 100 ლარი აკლდა 800. 1 ლარი თქო. 1 ლარი ხარ ხო? 1 ლარი. ჩეიშვა დღეს ისა? რა ვიცი დღეს უნდა წესით გუში უნდა ჩაიშვას, მაგრამ წეგან TikTok-ში ლაივი მაინც ჩავდა და. შე ლაივები არ უნდა იყოს ჩართული? ლაივები კი უნდა იყოს ჩართული, მაგრამ არც ფული ის ანგარიშის ნომერი არ უნდა გქონდეს დადებული. არც პირადი ნომერი და უზრდელი სიტყვები არ უნდა თქვა. ნატყუილი არ ამგონია რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ მე იმხელა წერილი მომივიდა. რა ვიცი ჯერ შეიძლება დააცადოს TikTok-მა და თუ კიდე იტყვიან უზრდელი სიტყვას დაბლოკოს, რას გაიგებ? ბანი დაადოს. ხო, არხი გააქვს. არ არის გამორიცხული. გვერდი, ხო, არ არის გამორიცხული. ხო იცის ხოლმე YouTube-მა ეგრე. შეიძლება ეს სიმღერა გაუშვას. გაუშვას. YouTube-ში გინდა სამი გაფრთხილება თუ არ ვწდები რომ საერთოდ არხი გაგიუქროს. სამი გაფრთხილება. Google-ისგან სამი გაფრთხილება უნდა მოგივიდეს. თუ არ მოგივა, კაი, ითლა უკეთესი. თუ არ მოგივა გაფრთხილებები საერთოდ ერთიც თუ არ მოგივა, უკეთესი. გიორგი შენ გააქვს გაფრთხილება? მე არა. აბა ის ერთი ცალი ის რო გაქვს. რა? დაბლოკვა. ის რო და ყვითელი რო იყო? არა, იქ გაფრთხილება კი არ იყო, იქ რაღაცა შეცდომა იყო. შეცდომა მოხდა რაღაცა. ის მე გავასაჩივრე იქა და იმასაც რა, ჩაითო ჩაულებრივად. უგეხსნა ხო? ხო. და ის რა ქვია? გაფრთხილება არ მოგსულა შენ. გაფრთხილება არ მომსვლია, იმიტომ რომ მუსიკას არ უშვებ მე და. არანაირ მუსიკას არ უშვებ შენ, ხო? მუსიკას ისეთ ვეძებ რომ რომელიც ის არის, რა ქვია, ვიდეოზე არის გამოსადეგი. ხო, მუსიკას არ უშვებ. და იმდენად აღარ ვადებ ხოლმე ვიდეოს მუსიკას. მუსიკას არ უშვებ შენ. არ უშვებ მუსიკას, ხო? ერთი დღე ჩიქარი ის უნდა გააკეთო რა ქვია ვიდეო, აჩქარებული დალაგება. ხო, რამდენი ხანი არ გადამიღია ეგ. ხო. აჩქარებული როგორ ძალიან კი არა. არა. ცოტა. ცოტათი და ძალიან აჩქარებული ეს და მუსიკა უნდა დაადო. ხო. ეს კაია. აი იმ წინაზე რო ქონდა გადაღებული დალაგება რა კაი იყო. ლაპარაკიც არ გინდა და დადიხარ ისე. აჩქარებ თუ აჩქარებ არ გინდა ლაპარაკი მიდიხარ ლაპარაკი. იქით აქეთ. ის უკრაინელები არ ლაპარაკობენ, მაგრამ ჩვენი ვერ დადი. ის აჩქარების გარეშე. არა, ხალხს რა ჩვენ ხოვე კონტაქტებით ჩვენ ხო. ისინი ამათ არის კონტაქტები. ისინი გამოწერებს არის კონტაქტებიან, ხო? ისე იღებენ. ისე იღებენ. და სხვათა შორის ძალიან კაი ვიდეოები აქვს. აი გადადით ხალხო თუ გინდათ უკრაინული არა აქვს ცუდი ვიდეოები. ხო, აი მეორეებიც ვნახეთ, ხო, ძალიან კარგი ვიდეოები აქვს. აი მართლა სასიამოვნო ვიდეოებია, გესიამოვნება სიგმის აქვს. ურება. ეგ კარგი არის, იცი? რო არის კონტაქტები ხალხს და ისე მიდიხარ და მოდიხარ. ერთი ეგეთი ვიდეო უნდა გადაიღო. ეგრეთ შეიძლება, ეგეთ ისიც შეიძლება შიგადაში. ხო, გადაიღო. კონტენტი.
ეგეთი კონტენტი. რაღაცის გაკეთება, ხო? ხო. ოღონდ ეგენი მაგისტრის გადამღები გინდა, ვიღაცა გადამღები იქნება უეჭველი, ყველგან დადიან და ყველა. რომ ღვაპაუზებს ხოლმე და გადასვლები ხო არის, რომ დააპაუზოს იმან და გადასვლები იყოს. ხო. თორე ვრცელი ვიდეო გამოვა ძალიან და 1 საათი კი არა 2 საათი გამოვა და არ აიტვირთება მე. ხო, არა. და ეხლა მაგალითად იცინი, ერთ ხანი იღებს. ხანი ქარი. აი ერთებს. ხო. მაგის სხვათა შორის შეერთებასაც თავისი ის უნდა დრო მიაქვს. ძალიან ბევრი დრო. ძალიან დიდი დრო მიაქვს. იმას დამონტაჟებას, სანამ რაღაცას იზამ, სანამ ვიდეოს ფილტრს დაადებ. ფილტრს ზუსტად უნდა დაადო ფილტრი. ფილტრი, იმიტომ რომ სუბტარო იყოს უფრო. ახლა შენ ფილტრს ადე? მე არა გაცვლა. შედურადე ფილტრს. ფასიანია დედა. ფილტრები ფასიანია. სიგი, ყველაფერი ფასიანი გახადა. მუსიკას ის დადებაც კაპკატმა ფასიანი გახადა. ხელოვნური ინტელექტი ემატება და ხელოვნური ინტელექტი რო ემატება ფასიანია. iPhone-ის ისიც რა ქვია მეხსიერებაც რო იყიდო ფასიანია, ერთ თვიანი $19 თუ ღირს თუ რაღაც. ყოველთვიურად უნდა გიხადო მე. განვადები გასავითარე. სად არის მაგდენი ფულები, მით უმეტეს ჩვენთან. ყოველთვიურად თუ $19 დოლარიდან, ლარი კი არა. დოლარი იხადე ყოველ იმაზე მეხსიერებაში. ერთ-ერთმა მომწერა სხვათა შორის შენ მოტყუდიო რომ 1 ტერაბაიტიანი არ იყიდო. ხო. რამდენი ხანია 1 ტერაბაიტიანი მაგო და ჯერ ვერ ამოვწურე ისა რა ქვია. მეხსიერება. დავაგროვოთ ეგ ფული და იყიდეს ეგ იქნება და ეგეც იქნება და ის. არ ვიცი გადაღებას ბისთვის iPhone-ი აღარ მინდა. ის Honor იქნება ვიყიდო. Honor შეიძლება iPhone-იც ვიყიდო, არ ვიცი. თან ახლა 17 გამოვიდა. 17 გამოვიდა, ხო? ხო, 17 გამოვიდა. კამერა თლაკაია, მაგრამ არ არის. ის კამერა კი კარგია, მაგრამ ძვირია. ის რა ის კამერა? ჩვენთან ძვირია მან და ოფიციალური მასში 999 იქეს. დოლარი. ჩვენთან 1000 რაღაც. მე 1000 ლარი აღარ. 1000 ლარი კი ტელეფონში გიყეს. მე ტელეფონი უკეთესია და. იმას კომპიუტერიც უნდა. ის კომპიუტერიც უნდა კონდეს და კომპიუტერში უნდა გადაიტანო. კომპიუტერში კი არა, კომპიუტერში. კომპიუტერი აღარ ჟანდავა იყო. ლეპტოპი უფრო სწორად. აბა ის კომპიუტერები სადღა არის, ხელები რო იყო ბრახები. მე რაც მქონდა გაუძახე ნაგავში. იმაში რა ქვია. ჩავაბარე. ჯორჯი ნეტარაზორი წაიღო პლასპას. აუ ღმერთო რამდენი ის მქონდა რა ქვია. მაგ ძველ კომპიუტერებს პენსიუნს თუ რაღაცაზე ზაფხულობ მაგებს. პერსონალური კომპიუტერები რო იყო. ხო. რა პენსიუნს? რაღაცაზე ზაფხულობ მე რა ვიცი. ო პერსონალური. პერსონალური კომპიუტერები რო იყო. საოფისე კომპიუტერები. რაც არის. ახლა რამხელა ის ქონდა რა ქვია. ახლა ოფისებში დგას ეგეთი. ოფისებში ისინი დგას ახლა აიმაკები. ეგენი აღარ არის. აიმაკი კი 5000 იქეს. სხვათა შორის აიმაკმა დღემდე არ დაიკლო ფასი. აიმაკის ფული კესად არ შეიძლება. MacBook მაგრამ დაიკლო. ყველა კომპიუტერმა ფაზები დაიკლო და იმან არ დაიკლო აიმაკმა. თარათ მინდა იმ ხელოვნური მონიტორი აქვს. ტელევიზორის უდრის. ხო არა ის Facebook-ი თუ რა გადა. ერთი ბეწვა ისა აქვს, ამ ხელა კლავიატურა აქვს და ეკრანი აქვს უშველებიანი.
მონიტორი. ის Facebook-ი კი არა და რა Facebook-ი და TikTok-ი მელანდება უკვე კაცო. რა ქვია იმას? ლეპტოპი უნდა იყიდო ჩაიგდე ჩანთაში, წაიღე სადაც გინდა. ლეპტოპი ყველაზე კარგი. პატარა უნდა იყიდო პატარა მოცულობით. რა უნდა იყიდო პატარა? იმიტომ რომ პატარა მოცულობას უფრო მეხსიერებას პატარა აქვს. მეცხრება. რაც უფრო დიდია, მით უფრო მძლავრია. ალბათ რა ვიცი, ალბათ. ლეს ხანდახან რატო ვარგილებ ხოლმე ხალხო? ალბათ რა უბედურება არის? ალბათ. ლეს რა გაჯადაბა, ჯანდაბა, ლოს ვარგილებ ხოლმე ხანდახან. ხალხო, დღეს მაგრა ვლაპარაკობ. მზე არ იყო და რამ ჩამარტყა თავში რა იყო. დღეს რაღაცა ძალიან ცუდად ვლაპარაკობ ხალხო. ის არის. მანქანა მიქნავარევა. მანქანა მიგია ლამის გადაგვიარა. ლამიშარი. კიდევ მოგვიყვანა ფერჩამოგიდებული. ასე, მოვიდა. ასე. საუნდყოფოდა. ხო. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ავარია მოგვივიდა. ხო, ხელმოტეხილი ან ფეხმოტეხილი ბლოგი. ან თავგატეხილი. ან კიდე რა ვიცი, რა იქნებოდა. არა უეჭველი გვაზიანებდა რა, ორივესთან, ერთის მაგივრად. მარტო ეს კი არა ორივეს. ჯერ შენ მე მაყოლებ და ზედ. იმისი არ იყოს. აი გარეთ რო ვიჯექი და ვიღაცა რო კინა შეგვასკდა. ის დაბლა იყურებოდა. დაბლა იყურებოდა ბოდიში მე. ვიცი. რა ვიცი ამაში მე მგონი მძღოლის ულარიჯდა. ვერ დავინახე მძღოლი ვინ იყო ან რა მარკა გონდა მანქანას. ნომერზე აღარც არის საუბარი. სურდა გვიმახსოვრ რას ვიზამდით მაგრამ არა არაფერს არ ვიზავდი მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება თორემ ამ ჯერზე არაფერს ვიზავდი მაგრამ ამიტომ ფრთხილად იყავით ფრთხილად აინაზარ რო დამინახავთ სიფრთხილე გამოიჩინეთ არა მარტო მე სხვასაც ფრთხილად იყავით თორე აჰა გიორგიძია ო გაბრაზებაც ვიცი როგორც მოფერება ისე გაბრაზება ვიცი და თუ გავბრაზდი აჰა მერე მელი შეიძლება მელი ვაიმე დედა როგორ თუ არ შეიძლება მე რო გადაგივლის ის შეიძლება რო გადაგიაროს არა ეგ შეიძლება მე მაგას შენზე კი არ ვცახე გადავლა შეიძლება მელი ეს გამოგიბინე ეს რატო არის ეს არის ისიც გაყოფილია უკვე აი ხაдай ეს აქ ის არის იცი დიქტი აკრული და დიქტი არის ეგრე გაკეთებ ნუ ალბათ მე რა არის მორა დიქტი დიფსოკარდონი ჯობი აბა ადრესად იყო დიფსოკარდონები მაგრამ ამ კადრსაც ამ ჭერსაც უნდა დიფსოკარდონი კაიტისა დიფსოკარდონი რა თუნდა ამას გაკრასკე თეთრა კარდონია თუ რაღაცა არის კაფები შემოაკარი ცარცები როა ხო თეთრე ახლა ის ქაღალდია გაკრული და ხეული არ არის და არა ხო გაკრასკე თეთრად კაფები მსხვილი კაფები ცოტა ხო მსხვილები
მერე შპალიერი საკმარისი შუბდე რა დაწიკი ორი გიფხანი ხო მაგრა თუ არ გაგვინდა კიდე კიდე გაკური გაქობული ეს ფეხერა დოდგება გაკონესის ხოლმე ქლახად ქედო დოდგება მაჩვენე დედა მაჩვენე გაჩვენე ახლა ფეხბურთი ახლა დამაგდე გაჩვენე გასიებული ხო არა აი ეს ადგილი გტკივა აუ აი ეს ადგილი გამოსიებული აი ესაგა გიორგი რატო დედა აი ძარღი ჩამოსულია უყურე აი უყურე აი ეს არა აი ესაგა გასიებული ეს ადგილი გტკივა ასე სიგძეზე რატო კოჭიც აი ეს ადგილი გასიებული შვები ნუ გააწვევი არ იქამ ტკივა რაღაცა დააჩაიწყი გემნი რაღაცაში რა ჩავიტყე არ გამიგეთებია შეშამე არ დამიჭეხია და ის არა ქვია რომე დამეტყა აბა რატო გაგდედა აბა მეორე ფეხი მეორე ჩუმაჩვენე მეორე აბა მოსიებული არა კაცო ეს არა გაგასი ეგა გაგამოსიებული დაგიზელა მამა გინდა აბა რატო იოდის კლეტკას გაგიკეთე არ მინდა რა თმინდა იოდი და ის არა ქვია კიდე ჟაბრანა იოთ მოგიჩება მომიჩება გაივლის თავისით არ გაივლის აი დარტი ყველგან მიტრიალდება ის ფეხი და მარა იქნება დედა სადა რამდენჯერ გადამიტრიალდა იქ ცენტრში რომ მივდივართ მის წინ იყურე კაცო შენ რა მანქანით ხომ არ დადიხარ შენც მე მანქანით არ დავდივარ და ისე ვიმტრევი ხო ხედავ ისე მომდის ავარია მანქანით არ დავდივარ ფეხით დავდივარ და მანქანით რო ვერებას აქვს რა ქვია ალბათ შევალ სადმე ეზოში მოკლეზე ხო ვესტუმრები ვინმე ეზოში ყავაზე თუ ვინმეს კედელით ჩამოუნგრია ნახე მე და კედელი გამიხდა გასაკეთებელი ასაშენებელი ამიტომ ვიც ის არ ვიცით რა ქვია ფეხით არ ვიცით ზიარული ნორმალური მანქანაზეც არ უნდა დავსვა უნდა მოგცეთ ტაჩკა მაგრამ ტაჩკასაც გადავაგდებ სადღაც ხო ვიცი ტაჩკა ურიკა ურიტა და ბურიტა მურიტა და სტურიტა დიდი რაბდი სოსის თურმე სოსი კი არა ქვია ეს TikTok-ში თქვა ვიღაცა მოწოწნიკი უნდა გავაკეთო ხო მოწოწნიკი ქვია იმას ქვია სოსის ხალხნო შეხო თქვი მე თქვი ადრე ხო თქვი მოწოწნიკიო კაცო თქვი ტელევიზია მარა საცა მომკითხე მოწოწნიკი თვითფრინავსაც არა ქვია თვითფრინავი თურმე ისა ჰაერი მტყვებია თვითფრინავი ქვეგრიალა რა არის თვითი მეტრო ქვეგრიალა ხო მატარებელი ხო მეტროს მატარებელი ქვეგრიალა ჩაულებრივი მატარებელი ჩაულებრივი მატარებელია ჩაულებრივი მე რა ვიცი ეგ არ ვიცი ეგეც ქვეგრიალა იქ ეგ ზეგრიალა ამდე ზევართ 53 ცოტა ხანი და წავიდეთ ესე და ამგვარად ქვეგრიალა მიგრიალა სტეგრიალა რაღაცა რა მოხდა ჰეითერები არ შემოგვიყვნენ აუ კარგი ნუ გაამბობ შენც კიდე რა შემოგვივარდნენ რა შესაქმე ორი თვე გავიდა გონი შეკა შემოვარდებიან ისე როგორც შემოვარდებიან ისე გავარდებიან დედა შემოვარდნა და გავარდნა ერთი იქნება შემოვარდნენ რა დამაკლებენ ბიჭო აშები
რა შეჭებიდო? დღეს ეგრე უნდა გითხრა. ხო. რა შეჭებიდო? ისე ვიხრიალე, რა საკეთებ რა უბედურე. ლამის გამოყარე მთელი ხალხი გარეთ. მე რა დავიხრიალე ცოტა აუჩხარა სხვათა შორის. იმან, ოკარა. აუჩხარა, ხო. აუჩხარა, ისე ცივად შებრუნდა იმას, მიბრუნდა იქ ლიბრის პარეს. ლიბრის პარეს. მოსახვევი, ხო. ცივად მიბრუნდა. აი, გავიქცევი ეს ვერ არის თავის მატორზე არ გადმომიღოს მანკანიდანო. მე ვიხუმრე ამან კიდე რამდენ ხელა იხრია. არ გადმომიღოს მანკანიდანო იფიქრა. ახლა ნამდვილად როაც გაქცეულიყო, სწრაფად რო არ წასულიყო, მანქანას გაკიდებას არ დაუწევდი. კინოებში რო ახოლმე, მანქანებს რომ ისდევენ. წენა ხო თქვი თუ ხუმრობდი წე. ხუმრობდი უბრალოდ. ახლა მანქანას გაკიდებას დავიწყებ ზუსტად. და დავინტრებ სადმე თავს. ვერ წე რა, ივლი და საწამი. სადივლი მე რა ვიცი სად მივაგნე. ან GPS-ი უნდა მიუმაგრო, მანქანას რომ მოიძებნო და საერთოდ მე მანქანას გავეკიდები და დავეწევი და GPS მიუმაგრებ, თუ დავეწევი რაღაც მინდა GPS-ი. დაეწევიო კი ფილმებში რო ახონე, დაეწევიან და შეახტებიან ხოლმეზე მანქანას. ზურგში უნდა შემოვადე. რო შეახტებიან ხოლმე და ზემოდან როავლენ და ლუკი რო აქვთ გახსნენ და გამარჯობა. ზეოდან და კიდე წავლე. ხო, წავლო ხელი. ხო, ხელი წავლო. ეგ გავკიდებულ 4 მოდით გიორგი და მაგრამ ეს ძმა შენ რაკენი. ჩვენ ახლა მაიმუნობთ მაგრამ აი წეხნა მართლა იწყობილები ისე გაუბრაზდი რა პატარა ბავშვები ხო არ იყავი. შენ არ ვიცი, მაგრამ მე კი წყობიდან გამოვედი, გეფიცები, რომ გადმოსულიყო, შეიძლება რაღაც ისე არა ამქვეყნიური რაღაცა და გამეკეთებინა. და არა და ეგეთი რაღაცა არ გიზიდა შენ. არა და ეგეთი რაღაცა არ მჩვევია. თუ მართლა არ ვიღაცა მარ გადავახტა თავზე. ეგეთი რაღაცები მე არ მიზიდავს. მე ვცდილობ რომ სიტყვით მოვაგვარო რამე, მაგრამ იმდენ წეღანი ისეთი გაბრაზებული ვიყავი, სიტყვა კი არა. ბზარიალში წავიდო და ის არა გვია, იაბერკოტი. კედელ-კედელთან. ზაბორ. მიშაზე არ იყოს? ხო, მიშა ანდღულაძის არ იყოს. როგორ ზახი? იაბერკოტი კედელ-კედელ ბზრიალში. კედელ თუ ზაბორ. რა ვიცი კედელს ვიპოვიდი სადღაც. დავახტებოდი ხო? მივბეგვა. რო ვეცემოდი იმისავით რა ქვია. ტაცებელივით ხო? ჩამოხოკავდი სახეს. მართლა უღოდ, აბა. რო გადმოსულიყო ხო და გაეჩერებიან, გადმოსულიყო, შეიძლება არა ქვეყნიური რაღაცა გამეკეთებია, ისე გაბრაზებული ვიყავი. წყობილებიდან გამომიყვანა. წყობიდან გამოვედი ხალხო, წყობიდან. მე ალბათ არავის არ ვნახივარ, თქვენ არ გინახევართ წყობიდან გამოსული. გავგალეჯდი შუაზე. ახლა მაიმუნოს ხარ ხო და შეიძლება ვეცერაფერი იქნა ისე იყო გადარეული. არა, მართლა, უღოდ მართლა. მართლა ვამბობ, შეიძლება რაღაცა გამეკეთები. დამამტვრიე დედა შენც კიდე ფეხი ისე და ტკივა. დამაბიჯე, მაგრამ კენი. კაციე. ვაი.
კედე და ბერკოტში. აბერკოტი. იაბერკოტი. მე რაღაც ვიზამდი. ჩვენც ეგრევე წამოხვიდოდი აბერკოტით. ნინძებმა რო იციან ხოლმე, დაახტევიან ხოლმე ზემოდან. ეგრე. What the hell? ნუ პიტაბი ასე კისერში და მანქანა ნაში დაჯექი წამეიყვანე მანქანა ის გაიგუძებს ცოტა მიაყოდეს ადმე მე ფიქურს რა მოხდა არა ეხლა იცი რა არის ხუმრობის გარეშე რო ვთქვათ აი ვიღაცას რო მართლა იმას ეკნა რა ქვია ნომერს ზოგი ხო შეიძლება ნომერი დაიმახსოვრო. ნომერი კი რა მარკაც აღარ ვიცი. მარკაც არ ვიცი რა მარკა იყო. ის კი ვიცი რომ მანქანა თეთრი იყო და თეთრი იყო თუ ყვითელი იყო ის აღარ ვიცი, მე რა ვიცი. ისე მაშინ არ დავარ რა ვარ დარწმუნებული რომ თეთრი იყო. ხო და აი ვიღაცა შეიძლება დაიმახსოვროს ნომერი. და ნომერი ჩვეულებრივად მიაგნებ იმას რა ქვია მანქანას. პატრონსაც ვიზე არ გაფორმებული, თავის დროზე ვის ქონდა, იმასაც მიაგნებ. ხო, მაგრამ იდა საჭიროა. ხო და უბრალოდ რა საჭიროა, ახლა იქ ხუმრობა ის. ზოგ ჩემი მეტი ფეტუკი არ თესია. შეიძლება ვიღაცა მოგივარდეს და თხლიშოს რაღაცა. ახლა იქ იყო ხუმრობა უნდა და რაღაცა მოუვიდა განამა. ზოგი ხუმრობასაც ვერ იგებდე. ხუმრობა კიდე არ არის იგა. მანქანი თუ უმსგავსობა? მანქანით ხუმრობა არ არის. ეგ არ არის სათამაშო. ეგ არის მანქანა. ეგ ის კი არ არის ბავშვები დროს სათამაშო მანქანა. ხო, რომელიც მათ უნდა გატაროს, კი არ უნდა დაგამტრიოს და მიგამტრიოს ფეხები. ყველაზე გლახა და მკვლელიც კი არის იმასახურებს, მანქანამ რომ მიამტრიოს ფეხები. ხო და არა თუ ჩვენ. რაზე გამტრევდი შვიდო რა გინდოდა ხა. გადავიარა რა ვიზია. დაგიშავეთ რა. რა შვებიტო? ვახ ბიჭო. დაბნელდით ახლა. დაბნელდით და ერთ საათზე წავედით. რა არის 3 დღე 1 საათიან ვიდეოს რატო ვიღებ? აბა ჰედა აბა ხო. კარგად იყავით, მაგრად იყავით. დიდი მადლობა ყურებისათვის, მოკითხვისათვის, ყველაფრისთვის კარგს. იცინებთ კიდეც დღეს ვიდეოში. ვიდეოში არა, ვიდეოს რო უყურეთ, მაშინ იცინებთ. აბა ჰედა აბა ხო. და შეგიძლიათ კომენტარებში მოხვიდეთ და იცინოთ რამდენიც გინდათ. კარგად. ბაი. ოქელე დავიყვით.